პირველი ის რომ რადგან ასაკით პატარები არიან, არავიზე ნაკლები გონება არ აქვს. რო გონია რომ ასაკით პატარა შენზე ნაკლებად ჭკვიანია, აი მან დრო ცდება ნახევარზე მეტი უმრავლესობა უბრალოდ ხო? მეორე ის რომ უნდა შეცვალონ ყველაფერი, რასაც საჭირო თვლიანო შეცვალონ. რომ მანამდე უნდა ჯერ ისწავლონ კარგად. ბავშვის ასე ლაღად გაზრდა რას მისცემს ზრდასრულობაში. ლაღად ფიქრობ ნაკლებად სტრესავს პრობლემას. ჯადოსნური სიტყვა, პირადი მაგალითი. შენ თვითონ თუ ატყობს რომ გიყვარს ექსპერიმენტებიც და რაღაცა მშობლების წილი არის ძალიან დიდი მაგ ამბავში, მაგ დაკომპლექსებაში რა. იმიტომ რომ ბავშვი იწევდა აი ეს როგორც არ იყურებოდა, მაგრამ ესე ხელს იწევდა რა. აი როგორი ტექსტი ქონდა, იცი რომ აი ეხლა ეს რო არ მათქმევინოთ რაღაც და იქ მიხვდა და ეს უნდა ეთქვა რომ ეხლა ხვდებიო რომ მე მაშინ მართალი ვიყავიო რომ თქვიო რომ რა მოხდა. ქონდა ეგეთი ერთ-ერთი ოქროს წესი, რომ დედაენაში არაფერი არ უნდა იყოს ნახსენები ისეთი, რაც ბავშვის ლექსიკიდან არ არის. ეხლა რო ენახა თავის დედაენა, პირველ რიგში იტყოდა რომ ეს რა დაგემართათ ხალხო. გუთანი ვარცლი მაშინ იყო სწორი, ეხლა არასწორია. საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე იმისა, უბრალოდ მეთოდს ეწინააღმდეგება, გოგებაშვილის მეთოდს ეწინააღმდეგება, მიდგომას ეწინააღმდეგება რა. ხედავ კომენტარებში ამის გამო გულანძღავე, მზადვა ჩავერთო და პასუხი გავცეთ. აი ბავშვებს როგორ ვასწავლოთ იდეის მოფიქრება. აი ვის და ბავშვებს არ ჭირდებათ, ერთ-ერთი ჭირდებათ იმის ცოდნა ხოლმე რითი არ უნდა დაემსგავსონ დიდებს, რომ შეინარჩუნონ ის კრეატიულობა რაც აქვთ. რამდენად ვართ ქართველები კრეატიული ხალხი? ძალიან კრეატიულები ვართ, აი ძალიან უბრალოდ ერთმანეთს ვაკომპლექსებთ მაგრად. ბოლოს მომღერა ცოტა ხიდან ვიღაცა მშობელი ხვირის რომ გაიწინე შვილო რა უნდა აქ დინოზავრებს. მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებ, ძალიან დიდ საკითხს აწევს, რასაც სხვა შედა ვერ აწევდეს. მაგალითად, აი ეს პრობლემები, რაზეც საუბრობდით რა.